Так, მოგესალმებით ხალხო. ვაგზელებ ჩვენ ბიბლიურ თემაზე საუბარს და როგორც დაკვირდით დღეს ვისაუბრებთ სულთმოფენობაზე, რომელიც არის მესამე ნაწილი ამ დღესასწაულის სულთმოფენობის დღესასწაულის. წინა ორი ვიდეოზე ჩვენ ვისაუბრეთ რა არის 50-ე დღე, რა ასპექტია ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. დღეს მინდა მესამე ასპექტზე ვისაუბრო, მაგრამ რადგანაც თქვენ არ იყავით, უცებ ჩამოვთვალოთ იმ წინა ორი ასპექტი რა არის სულთმოფენობა და რატომ მაინც სულთმოფენობა მნიშვნელოვანია. ხოს მე მგონი კარგი იქნება, ხო? კარგი, ესე იგი, რა ვიცი ჩვენ სულთმოფენობის დღესასწაულზე. მოდი შეკითხვები დავიწყოთ. მე მეყვა შეკითხვების კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს უფრო აადვილებს კომუნიკაციას. 50-ე დღეს? ხო, რატო ქვია მას 50-ე დღის დღესასწაული? 50-ე დღის აღმდგომიდან მოხდა ეს. აღმდგომიდან 50-ე დღეს მოხდა ეგა. სულიწმინდა გადმოვიდა მოციქულებზე. და ოფიციალურად ითვლება ეკლესიის დაარსების დღე. ოფიციალურად ითვლება ეკლესიის დაარსების დღე. ოკეი, გასაგებია. ამ დღესასწაულს აქვს სამი სხვადასხვა სახელი. ივრითულ სახელებს ვამბობ. ეს არის შავუოთი, ბიბლიაში ჩვენ ხვდება შავუოთის დღესასწაულად ასე მოიხსენიება. ასევე ეს სახელწოდება ეს დღესასწაული მოიხსენიება როგორც მათანტორა, თორის ბოძების დღესასწაული. და ასევე ეს დღესასწაული მოიხსენიება როგორც ბიკური პირველ ნაყოფობის დღესასწაული. და ასევე ნელა ვიტყვი, შავუოთი ნიშნავს სიტყვა კვირეებს ნიშნავს და ძნის შერხების დღესასწაული ხო გახსოვთ რო იყო პასექიდან მესამე დღეს, როდესაც მეკონდნენ დაძაშათა ძნა შეერხათ, აქედან ითვლებოდა ათვლა, იწყებოდა ათვლა. ამ ძნას ძნის შერხებას აკეთებდნენ, რაც აკეთებდნენ უყურე. ამ ძნიდან აცხობდნენ ქერის პურს. ქერის პურის ზომა უნდა ყოფილიყო 1 ომერი. 1 ომერი წონის ერთეულია, ეს არ არის ისა. აქედან იწყება ომერის ათვლას უძახიან ამას. ანუ ყველა დღე ამ ქერის პურს ჭამ 50-ე დღემდე. და 50-ე დღეს უკვე ისრაელის როგორც სინაის მთაზე იყო უდაბნოში, მიცა ღმერთმა თორა. ამიტომ ქვია მას თორის ბოძების დღესასწაული. 10 მცნება რომიც ღვთაებრივი კონსტიტუცია ღმერთმა და ისრაელი იშვა, შესწორად აღნიშნა ეკლესიის დაბადება, ასევე ისრაელის დაბადება, როგორც ერის და ნაციის. ამიტომ ქვია მას შავუოთი, ანუ კვირეების გადათვლა ქვია. შავუოთი თვითონ სიტყვა არის კვირეებს ნიშნავს. 7 სული კვირა უნდა გადათვლილიყო ამ ომერის მიძღვნის დღის შემდეგ და ზუსტად მე-7 50-ე დღე, რომელსაც პენტეკოსტალ ქვია ბერძნულად. ასევე ჩვენთან არის 50-ე დღის დღესასწაული. რატო 50 მაინდა-მაინც ციფრი? რასაც ასოცირდება 50 ციფრი, აბა თუ გახსოვთ. გარდა $50 გარდა. $50 кайფულია. აბა თუ იცით 50. რასთან კავშირში? ხო, ღმერთს ყველაფერი აქვს, აი მე ვამბობ, რომ ბიბლიას აქვს თავისი განსაკუთრებული არითმეტიკა, თავისი განსაკუთრებული 50-თან ყველა 50 წელს ხდებოდა. ძველ ხმაში. 50 წელში. ხო. იუბილეინის გოდ. არ გაგიგიათ? როგორ? იუბილეინის გოდ. საიუბილეო წელი იყო 50-ე წელი. რა შეიძლება საიუბილეო წელი? საიუბილეო წელი ნიშნავდა ყველა მონის განთავისუფლება ისრაელში. ყველა მიწის დაბრუნება თავის პატრონისათვის. 50 წელში ერთხელ ხდება. 50 წელში ერთხელ ხდებოდა. ამნისტია. შეკითხვა. კი ბატონო. ბიბლიაში სადმე არის ესე აღნიშნული. კი. შეგიძლია წავიდეთ ხოთელ ადგილზე. 50-ე დღე? 50. რასაც ახლა. ოკეი, აი, ლევიტელთა წერილებშია. ლევიტელთა წერილების 23 თავი. ნახეთ აბა. მე 15 მოხონოთ. გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან თქვენს მიერ შესარხევი ძნის შესაწი ცნაროში მიქონდათ შერხევა
7 სული შაბათი, 7 სული შაბათი, 7 კვირა. 7 კვირა. ეს არის ივრითულად შავუოთი. ასე წერია. ამიტომ ქვია მას შავუოთი. 51 დღეს. 51 დღეს ბიჭი კვირის პირველ დღემდე შესწირეთ უპას პურეული შესაძლებელი. ამას მე ნენელა ვიტყვით. ეს ასე წერია. ლევიანთა 23-ის 23-თან, მაგრამ ლევიანთა პირველი თავი, პირველი ორი მუხლი არიან ძალიან კარგად იწყება უყურებ. ლევიტელთა 23 თავის პირველი მუხლი ნახე რა კარგად იწყება. მეორე მუხლი. ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი, ესენია ჩემი დღესასწაულები. დღესასწაულები უფლისაა, რომლითაც წმინდა შეკრება უნდა უწოდოთ. 6 დღე აკეთებ, მე-7 დღე კი სრული დასვენება შაბათია, წმინდა შეკრება, არავით არის საქმე არ აკეთო, ეს უფლის შაბათია ყოველი თქვენ სადგომში და მეოთხე მუხლი. აჰა, ძალიან კაია მეოთხე მუხლი და აქედან დავიწყოთ ბარემ. აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმინდა შეკრება, რომელიც უნდა გამოცხადეს მათთვის დანიშნულ დღეს. საუფლო დღესასწაული ეს არ არის ებრაელების დღესასწაული, არ გეგონოთ? ესე იგი, იმენა საუფლო ანუ ღმერთის დღესასწაულია ესა. და უყურე სწავნება, აჰა, საუფლო დღესასწაული წმინდა შეკრება, რომელიც უნდა გამოცხადოს მათთვის დანიშნულ დროს. აქ არის ძალიან კარგი სიტყვა გამოყენებული ებრაული სიტყვა, რომელიც ქვია მოედ. აი დღეს საუფლო დღესასწაული ასეა ადონაი მოედ. ანუ იუთხე ვავხეს არ ვამბობთ, მაგრამ ვითუში ასეა ადონაი მოედ ნიშნავს დღესასწაულს და აგრეთვე ნიშნავს ჩემი დანიშნული დრო, შეხვედრის ადგილი და დრო. სად ხდება ეგ სიტყვა მოედ კიდევ ხდება სად იცი? დაბადების წიგნის უყურე პირველი თავის მე-14 მუხლი. თქვა ღმერთმა იყვნენ ნათობი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყალზე და იყვნენ ისინი ნიშნებად წელიწადის დროთა დღეთა წელთა აღსაღნიშნავად. აი ეს აღსაღნიშნავად არის მოედ. ეგ სიტყვა მოედი აღნიშნავს იმას დანიშნულ დროს. ანუ ღმერთი როცა ნიშნავს დროს და მან შექმნა მზე, მთვარე, ვარსკვლავები და თქვენი ციტრო ებრაელებს როგორი კალენდარი ქონდათ? თვალის კალენდარი, თვალის კალენდრით მოძრაობდნენ. განსხვავება ჩვენ კიდე რა ხდება, იცი ბიბლიაში ხდება ორი კალენდარი. წელიწადის კალენდარი და თვეების კალენდარი. წელიწადის კალენდარი ეს არის მეფეების კალენდარი, თვეების კალენდარი ეს არის ნისანი, საღვთო კალენდარი. ნისანი პირველი თვეა სახელმწიფოებრივი, მეფის კალენდარის პირველი თვე იცი რომელია? როშ ხაშანახი რო იწყება 1 სექტემბერი. გაიგე? ახალი წელი ებრაულად. ანუ ორი კალენდარი და ეს ზოგჯერ აბნევს ადამიანს, მაგრამ ებრაელებისათვის ეს ჩვეულებრივისაა. და ის საკითხავი მიიღო რომ მომეცოთ სათავისუფლებელი ამ პროვოკაციებთან შეერთել ხოლმე. ეს გამოსვლის წიგნში წერია იქ ყველაფერი. 24 თავში წერია იქ ყველაფერი. აი მიშპათიმ როა, ხო იქ წერია როგორ უნდა მოეპყრა იმას აქვია მონას, რომელიც შენ ყავს და ეგ უნდა გახსოვდეს როგორი მონობა იყო. ეგ მონობა არ იყო აი როგორც რომის იმპერიას ჰქონდა მონობა უფლებო. მან ხო სამსახური ითვლებოდა. აი პენსიაში გასვლასაც ქვია, როა იდეა აქედანაა წამოსული 50 წლის შემდეგ უნდა განთავისუფლებულიყო ეგ. რამდენად იმყოფოდა კალენდარი საერთო ჯამში. სახელმწიფო კალენდარი იყო მეფების კალენდარი 12 თვე, ну ზოგჯერ 13 თვეა, ნუ იქ დღეების ნაკლებობა, ხოლო საეკლესიო ეს ასე ვქვა, სატაძრო კალენდარი ეს არის ნისანის თვიდან იწყება, აღარ პასექიდან იწყება. გაიგე? ანუ უბრალოდ ესეთი აღნიშნული ტერმინოლოგია, უბრალოდ როცა გეუბნება რომ მეფობის ამა და ამ მეფობის დროს შენ უკვე ხვდები რომ ეს არ არის პასექის ნისანის თვე, ეს არის იმის მეფობის დროს. გაიგე? აი ეს მომენტია რომ გესმოდეთ. ხო, აი ახლა იყო რომელიღაც გაკვეთილია, არა მახსოვს რომელი გაკვეთილი იყო საშამოთოში. უბრალოდ კალენდრის ფორმატი ხდებოდა სამეფო და ისა და სადავო იყო ზუსტად ხალხში რომ ვერ ეყოლოდა ახლა თელავის იმაში აი ვერ ეყოლოდა და ახლა ზუსტად შენ წამოაყენე ისეთი რამე რომელიც ნამდვილად რა დავწმუნდი ეს რომ სამნაწილად იყოფოდა ეს
კალენდარი ხვესიანი არა, ორი ნაწილია. სამეფო სახელმწიფო კალენდარი და სატაძრო მსახურების კალენდარი. სამნაწილად. ხო. სამეფო სატაძრო ეს იყო. კარგი რა, რატო ეს მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ვიცოდეთ რა არის 50 დღეს. კიდევ რა ვიცი ჩვენ 50 დღეს რა მოხდა. სინაის მთაზე გამოსვლის მე-19 თავში ესეთი რამე იწყება. პირველი ასპექტი ხო. მოკლედ რომ ვთქვა, პირველ ასპექტზე 50 დღეს გარდა იმისა რომ ებრაელებს აძლევდნენ თორა მიეცა, 10 მცნება მიეცა. ძალიან ბევრს გონია რომ თორა რჯული ეს მარტო 10 მცნება, რჯული ეს მარტო 10 მცნება არ არის, რჯული მოიცავს ყველაფერს. და დღესდღეობით გაუქმებულს ჩვენ ვამბობთ, გაუქმდა ის ტაძრის რიტუალური სატაძრო მსახურება, იმიტომ რომ ის საწმინდარი, რომ გვაქვს ზეციური საწმინდარი და გვყავს ზეციური შუამდგომელი მღვდელმთავარი იეშუა ზეობრივი კანონები. ხო. ვერ გავუქმებ მაგას, მაგრამ 10 მცნება ეს არის ჩონჩხი, კონსტიტუცია. რასაც ვამბობ, კონსტიტუცია, რაზეც ეყრდნობა დანარჩენი მცნებები. მე უფრო ესე ვთქვა, გული უფრო ვასწავლე, გული. ხო, ანუ მაგალითად უყურე ებრაელებს ჩვენ მე სხვა ვიდეოში მაქვს ნათქვამი რომ პირველი ასპექტი იყო რომ ეს იწყებოდა საღამოს სინაგოგებში ასე იწყება ტრადიციაში საღამო როცა დადგება ამ შაუოთამდე წინა ანუ ღამეს ათენებენ კითხულობენ რუთის წიგნს ებრაელები რუთის წიგნი მოაბელი რუთის წიგნი ეს არის დაკავშირებული პირდაპირ შაუოთის 50 დღესასწაულს ეს არის სულთ მოფენობის დღესასწაულის პირველი ასპექტი არის ის რომ თორა როდესაც ღმერთმა სინაის მთაზე მიცა იქ მარტო ებრაელები არ იყო იქ იყო მას გამოყვა თუ ეგვიპტელები და ეგვიპტელებში იყო სხვადასხვა ტომი რომელთაც არ იცოდნენ ებრაული ენა და ღმერთმა მაინც რომ მიცა მათ ყველაფერი გაიგენ ხო გასაგებია მაგრამ უყურე აი როცა ივრითული ორიგინალი არ ვიცით ხო და ვკითხულობთ თარგმანში წერია რომ მათ ეს მაგრამ ივრითულ ორიგინალში არის ესეთი სიტყვა რომ ისინი ხედავდნენ ცეცხლოვან ენებს როგორც მოციქულთა საქმეებში მოეჩვენათ ცეცხლოვანი ენები ისია გამოსვლის წინში ისინი ხედავდნენ კი ხმა როგორ უნდა ხედავდნენ მაგრამ ეს მიანიშნებს იმას რომ ღმერთი ამ კონსტიტუციას 10 მცნებას ოცნებოდა ყველამ გაიგო თავის ენაზე ესა ყველას ესმოდა ეს ისა 10 მცნება ეს მიდრაში ებრაული მიდრაში რატო განმარტავს ასე ეს არის პირდაპირ დაკავშირებული რუთი მოაბელთან იმიტომ რომ ღვთაებრივი კონსტიტუცია რასაც ქვია ანუ სულთ მოფენობის 50 დღე თორის გადაცემა ეს არის საბოლოო გამოსყიდვა პასექის ნაწილია ესა პასექი მოიცავს თვითონ პასექის დღესასწაულის შედგება სამი ასპექტისაგან ქრისტეს მსხვერპლი ქრისტეს აღდგომა და სულთ მოფენობა ეს არის მთლიანი ერთი დიდი პასექი ებრაელებისათვის ამას უძახიან უყურე დაიწყო მოწო ხო მაგი მე ვიწყო მაგი მე დანარჩენი ასპექტებია ანუ იწყება იესო ქრისტეს გამოყავ ხარ ცოდვილი გიხსნის გადიხარ ეტაპს რასაც ქვია მომზადების პროცესის ხო 50 დღე ისა ქერის პურეს იმას ნიშნავს ღვთის სიტყვასთან ურთიერთობას ნიშნავს ემზადები და ებრაელები ამბობენ რომ შაუოთამდე ისრაელის ერი ემზადებოდა საფეხურებამდე მიდიოდა ეს მიდრაში ყვება ებრაული განმარტება ესეთი გვიყვება ამას ყველაფერს და როცა უკვე მზად არიან ისინი უკვე შედიან აღთქმაში იმიტომ რომ სინაის თორის ბოძება ეს რა აღთქმა გარდა ამისა კიდევ ძალიან საინტერესო ასპექტი არის ეს არის ქორწინება ღმერთსა და ისრაელს ერთ შორის და რუთი მოაბელი როდის გახდა ისრაელიანი ნამდვილი როცა ბოაზმა რაქნა არ მოაწოდა გამოისყიდა არისო ჯერ უფლება არქო გამოსყიდვა უნდა მოხდარიყო მანდა მთელი პროცესი როდის დაბრუნდა რუთი და ისა ნაყომანი
ქერის სამკალის დროს, ქერის მკალი იწყება ზუსტად პასექიდან მეოთხე დღეს. პირველ ნამყოფს რო აიღებენ იმას და უკვე როცა მიიტანენ, შეწირავენ პირველ და პურს გამოაცხობენ, მერე იწყება ქერის აღება. რომ ქერი ასრებს ხორბალს. ქერის აღების დროს მოვიდა რუთი, ანუ დაბრუნდა, სად დაბრუნდა? სად იყო? ნაყოფანი და რუთი, სადაურები იყვნენ? ბეთლეხემიდან, პურის სახლიდან. ყველაფერი არის პარალელები, არის ძალიან მაგარი რამე. პურის სახლი არის ბეთლეხემი, ბავიდან ქრისტეს ანუ სულიერად რო გადავიტანოთ, ახლა სულიერ იმაში, ეკლესიაში მოდის, სადაც სიტყვას ღებულობს ადამიანი, ცოდვები, გამოსყიდვა მოხდა, ცოდვები მოინანია, ნათლობამ რა გააკეთა? აღთქმაში შევიდა. ეს არის რუთი გახდა ნამდვილი ჭეშმარიტი ბოაზის ცოლი, როცა მოხდა გამოსყიდვა. და გამოსყიდვა საბოლოოდ მოხდა ხორბლის ფშვნეთის დროს. გაცხრელი, განიარება. და განიარება იცი ხდება 50-ე დღეს. რატო? სული როგორ აივრითულად? სული. როა. ქალი როგორ აივრითულად? ქარი. როა. ქალი, თუ ანუ ეს პარალელები არის და ამიტომ ებრაელები ამბობენ ესეთ რამეს, რომ აღთქმა აი ისრაელის უამბობ, ახალი აღთქმის ისრაელი ვართო ეკლესია, ეს არ ცდება. ღმერთმა ის ამ ახალი აღთქმის ეკლესიის ისრაელის ნაწილი არის წარმართზე ებრაელის, ხო, ვინც ქრისტეს აღიარებს. ეს მოხდა სულთმოფენობის დროს, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ 50-ე დღეს, გინდა თუ არა 50-ე დღეს ყოფილიყო ეს ქორწინება. რამცა ამ ქორწინებაზე ღმერთმა ისრაელს რჯული ებრაულ ქორწინებაში რა? არა, ეს გაყრის წერილზე არ გეშლება. ქეთუბა, კონტრაქტი. საქორწილო არა, წერილი სხვა. საქორწილო კონტრაქტი, ქეთუბა, რასაც ქვია, ამასაც, მაგრამ როგორ ამ მომენტი ხდებოდა, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. და ამ კონტრაქტში წერია, ღმერთი როცა აძლევს სინაის მთაზე, ასე გადაშალეთ, წაიკითხეთ, რომ გამოსვლის მე-19 თავის, ანუ მე-19 თავი, საქორწილო კონტრაქტის სანამ დაიდობა, რა სიტყვებს ეუბნება ღმერთი ისრაელს. მე-5 მუხლი. მე-5 მე-6. ამიერიდან თუ მართლაც მოусმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემ აი ან გაჩერდით. აქ არის ძალიან კაი მნიშვნელოვანი სიტყვა, აქ საუნჯე გიწერია, ხო? აქ სოვი თარგმანია. საუნჯე, ზგულა, ივრითული სიტყვა. საუნჯე, ანუ გამოგარჩევ იქნები ჩემი ხალხი, საუნჯე რა? ხო, ეს ორი თარგმანია, საუნჯე, იმიტომ რომ ივრითული სიტყვა ზგულა. ხო, აქაც მეც საკუთრებაში მიწე, იმიტომ რომ ეს ინგლისურიდან თარგმნია. ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემი საუნჯე იქნება ყველა ხალხთაგან. ანუ ივრითული სიტყვა არის საუნჯე, იქნება ზგულა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ჩვენი ახალთაგმანი კარგია. ხო, რა თქმა უნდა. საკუთრება გამოდის პიროვნება, აი ნივთი რაღაცა. აი ცოლქმრულ ურთიერთობაში რო, აი ცოლქმრულ ურთიერთობა რო არის, ხო? შენ ვერ იტყვი, ჩემი ცოლი, ჩემი საკუთრებაა. ეს არანორმალური, არაჯანსაღი ურთიერთობებია. ანუ საუნჯე არის ისა და ჩემი გული არის. ხო და საუნჯე არის, როცა ეტყვი, რომ ჩემი ცოლი, ჩემი საუნჯე, ესე იგი ეს მიუთითებს, რომ ძვირფასი, სათუთი ურთიერთობები გაქვთ ერთმანეთთან. ხო, ხტები? ანუ ღმერთი ეუბნება, რომ შენ ჩემთვის ძვირფასი იქნებიო, ისეთიო. აი, ნუ ხტები რა, სადაც ჩემი გულიაო, სადაც თქვენი საუნჯეა, იქაც თქვენი გულიო. ეს რო ამბობს. ანუ ღმერთის საუნჯე და გული სად არის? ჩვენში, ჩვენთან. ვინც აღთქმაში შედის? აი ესა სულთმოფენობის პირველი ასპექტი, რომელიც მე გითხარით, რომ ეს არის ის ასპექტი, რომელიც მოიცავს წარმართების ზე გადასვლას. ანუ წარმართებს მიეცა შანსი, რომ შესულიყო ღმერთის აღთქმაში. რატო მიეცა წარმართებს აღთქმაში შესვლას? იმიტომ რომ რუთის სიტყვები დაიმახსოვრა, რასაც ეუბნება
ნაყომანს. შენი ხალხი, ჩემი ხალხი, შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი. ეს არის პირობა. როცა შენ ეკლესიაში მიდიხარ ხო და მასო შენ ათვეცნობია რომ ეს საკრებულო არის შენი საკრებულო და ისინი რომ ღმერთს ეთაყვანებიან, იმ ღმერთს ეთაყვანები შენ. ამიტომ ხდები შენ იმ აღთქმის ნაწილი. აიგე? ეს არის სრულმოფენობის პირველი ასპექტი. დაიმახსოვრეთ. მეორე ასპექტი, რომელიც მე ვიდეოზე ვილაპარაკე, ხო, მეორე ასპექტი ეს ჯულის გადაცემა, ღვთაებრივი კონსტიტუციის გადაცემა. მათთან თორა, რასაც ქვია. მეორე ასპექტი არის ეს მათთან თორა, რომელიც გამომდინარეობს პირველიდან. ეს არის ქორწინება. ებრაული ქორწინება ხო იცი როგორ იყო? რამდენი ასპექტისგან შედგებოდა ებრაული ქორწინება? იყო ნიშნობა, იყო მოლოდინი და ნიშნობა, მოლოდინი, ქორწინი. მაგრამ ჯერ იყო რა? ჯერ შეთანხმება იყო. გარიგება. გარიგება, აი გარიგება რასაც ქვია. აი მე ესეთი გოგო მყავს, აგერ ესე ასე. ამ ისტორიას ჩვენ ხედავთ ელიაზარისა და აბა იცხაკს და რებეკას შორის. ეს არის თელი პროცესია მათ. მათ მიდის ნიშნობა როგორ ხდებოდა ისა. ნიშნობა მიდის მერე მიდის ქორწინება, მაგრამ უკვე აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენ არ გვეგონოს, რომ სულთ მოფენობა ბოლომდე არაა ქორწინება. ეს არის ნიშნობა. კიდევ. აბა ქორწილი როდის? ქორწილი არის ის რომ ხო, თავისთავად. ხდები. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე ჩვენ უნდა გვესმოდეს, უყურე ძალიან საინტერესო რამეა უყურე. ეს ბევრს იმაში შედის აბნევს ეს ბევრი საკითხი, მაგრამ ებრაული ქორწინება შედგება სამი იმისგან. ეს არის დანახება, ნიშნობა და მერე ქორწილი, საბოლოო ქორწილი. ეს ნიშნობას ჩვენ უძახი ჩვენი გაგები, ჩვენი სიტყვებით ებრაულ კონცეფციაში ეს სრულფასოვანი ქორწინება თითულება. გარდა იმისა ნუ უკვე ის არ არის ნიშნობით უკვე ეკუთვნი ეკუთვნი შენ უკვე აღთქმის მონაწილე ხარ, მაგრამ შენ არ ხარ აი რასაც ქვია ნუ ის ინტიმური ურთიერთობა არ გაქვს შენ ხმართან. ხდები ეს მომენტია. და ზეიმი არ არის კიდევ. ზეიმი, რასაც ზეიმი ხდება როდის, იცი? ებრაულ ტრადიციაში. ზეიმი კაცო, პირდაპირ ქორწილის დროს არ არის. აი. ინტიმის მერეა. მერე, კეიფი მერეა. კეიფი მერეა. აი ესა, ნუ მართლა ასია, ხო? რატო არ უშვებს ის ქალი ის სიძე 10 კაცულში იგებს, არ გიცნობ თქვენო? 5 კაცულში უშვებს. ხო, რა? იმიტომ რომ უკვე მოხდა ის ინტიმური ურთიერთობა და უკვე ის ღალატი იქნებოდა. სხვა ქალი რომ იმას მieყვანათ იქა. ის ვინც იყო საჭირო იმასთან უკვე მოხდა. ეს ებრაელებმა იცოდნენ. ეს მომენტი. სადაც ამიტომ იესო ქრისტე რომ არ დაგვიანდით. იყავით მუდამ მზად და ფრთხილათო. ნუ გაუფრთხილდეთ რომ არ იცით რა ჟამს მოვა. ესა მზადების ყოფნა. ანუ ის როცა მოდის, აი რასაც ჩვენ უძახით ის რომ მოდის საყვირებით ისა, ეს არის შეხვედრა. მე ეს გამოცხადების ისე რაც არის ყველაფერი ახლა აღარ გვინდა, მაგრამ მაინც მომიწევ შეხება ცოტა ნაწილის მაგადგილის, მაგრამ ეს მესამე ასპექტზე ვილაპარაკებთ უკვე. ამ დღესასწაულის, მაგრამ მეორე ასპექტი რასაც ეს არის ქორწინება, კონტრაქტი ხელი მოიწერა, ხელი მოვაწერეთ ჩვენ ამ ყველაფერს და ვართ მოლოდინის რეჟიმში. მოლოდინი, როდესაც მოვა ის. 50 დღეს ნიშანი მოგვეცა, ხო? 50 დღე ეს იყო ნიშანი, თორა იყო ნიშანი, სიტყვა იყო ნიშანი მათთვის, რომ ეს იყო საწინდარი, მაგრამ ქანაანი მათ უნდა დაეპყროთ. ქანაანში არ იყვნენ ისინი შესული, მაგრამ ისინი როგორც ღმერთის პატარძალი და სარძლო უკვე შემდგარი იყვნენ. მაგრამ ისინი არ იყვნენ ბოლომდე იმაშინ, რომ ისინი ვერ აკეთებდნენ იმ დღესასწაულს, ვერ აღნიშნავდნენ, რაც უნდა, მაგალითად 50 დღესასწაულს ისინი ვერ აღნიშნავდნენ 50 წლის მანძილზე, 40 წლის მანძილზე უდაბნოში. თო პირველ ნაყოფს ვერ მიიტანდნენ. ტაძარი არ ქონდათ გასუტრას. ტაძარი ნუ ის კარავი ხო ქონდათ? იმაზე მიცემული რო არ ქონდათ ჯერ მაგიტო, ხო? ხო, მიცემული არ ქონდათ, ხო. ეს იყო, გაიგე? და ესაა მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ ეს არის
ქორწინება, მაგრამ ქორწინების მეორე ასპექტი, რასაც უძახიან, ეს არის ის, რაც არის ეხლა. რომ ისა, მაგრამ თანამედროვე რაბინულ იუდაიზმში ეხლა უკვე ერთ დღეს ხდება ხელმოწერაც და ქორწინებაც ერთ დღეს ხდება, მაგრამ მაშინდელ დროს არ იყო ეგრე. ხო, ახლა მაშინ ახლა როგორ აიცი? ახლა ნიშნობაც ერთ დღესაა უკვე. ერთ დღეს ატარებენ რაბინები ნიშნობასაც და ქორწინებასაც და ერთ ცერემონიაში აერთიანებენ ამას, მაგრამ ანუ როცა ღმერთეუნება თქვენ იქნებით ჩემი საუნჯე წმინდა ერი გამოყოფილი ეს ნიშნავს პირველი არის კიდუში გამოყოფა ნიშნავს გამოყო ღმერთმა გამოიყვანა ღმერთმა ისრაელი ეგვიპტის მონობიდან ატარა 50 დღე და 51 დღეს ანუ პრინციპში მე-40 დღეს მივიდნენ ისინი სინაის იმაში დასახდნენ და 10 დღის მანძილზე ისინი ელოდებოდნენ. ამიტომ მეუბნება იესო ქრისტე მოციქულებს იერუსალიმს არ გასცილდეთ. რატომ მაინც სინაის მთაზე მიცა ღმერთმა გამოცხადება? აბა თუ იცით. სინაის მთაზე ხო? ხო. ესე იმას მოესთან ხოლმე დივალსაკი. არა. სიტყვა სინა ნიშნავს თავდაბალს, თავდაბლობას. მაიგე შენ ღმერთის კონსტიტუციას მიიღებ და შეასრულებ მაშინ თუ შენ ხარ თავდაბალი. თავდაბლობას რა მოაქვს? ერთიანობა. რაბი რაში განმარტავს ესეთ რამეს? რატომ მიეცა ესო თორა რატო ებუძო? იმიტომ რომ ერთიანები იყვნენო. რაბი აბრანაველი ამატებს. რატო იყვნენ ერთიანებიო? თავდაბლები იყო ყველა. და აქედან გამოდის ესეთი სწავლება რომ თავდაბლობა იწვევს ერთიანობას. მოციქულები როგორ იყვნენ? ერთიანები იყვნენო, იმაში იყო და სულ ანუ ერთად იყვნენ. ერთიანობა რა იყო რომ 50 დღეს უკვე მათმა უკვე იცოდნენ იესო ქრისტე ამაღლდა ზეცაში და ისინი ელოდებოდნენ იმას. ლუკას ახალება როგორ მთავრდება? დიდად გაიხარესო. იესო რო ამაღლდა. რატო გაიხარეს? ვინ არ გაიხარებდა კაცო დაპირებული ანუ დაპირების მოლოდინი და რა იყო? პირველობის სული აღარ იყო უკვე მათში. მანამდე უნდათ პირველობა, მანამდე უნდათ აი ესა ეგ აი ო შენ მარჯვნივ რა. ეხლა აღარ უნდა. ეხლა აღარ აინტერესებდა. უკვე იმიტომ რომ ამიტომ ამბობს იესო ქრისტე სათასასუფერულის 9 ნეტარების პირველი პრინციპი იწყება ნეტარალიან სული და ღარიბი. და ეს სიტყვა ღარიბი ივრითულში არის იცი როგორ? სინა. თავდაბალი. მოდის სინაი. რატო იცი სინაი არ არის მაღალი მთა? მთათა სისტემაში. ყველაზე დაბალი მთაა იქა. იმიტომ რომ მაღალზე ვერავიდო და ვერავი. და ანუ მეორე ასპექტს რომელსაც ჩვენ შევეხეთ ეს არის ზუსტად ის რომ ეს არის ქორწინება. ქორწინება პირველი არის ეს არის რუთის ისტორია, მეორე ეს არის ქორწინება, ქორწინების მეორე ასპექტი, ებრაული ასპექტი, რომელსაც ქვია ნიშნობა და რომელსაც ნიშნობაში შედის ეს ქეთუბაც, ეს ყველაფერი, ეს საკონცერტო კონტრაქტიც, ეს ყველაფერი და მესამე ყველაზე მთავარი, ჩემი ყველაზე საყვარელისა ასპექტი ეს არის ბიკური ნაყოფების დღესასწაული. ამ დროს მიქონდა ნაყოფები. გარდა ამისა ერთ საინტერესო დეტალს ჩავაგდებ ახლა და ამას მე გაგახსენებთ. ამ დღეს ებრაული ტრადიცია გვასწავლის რომ დაიბადა მეფე დავითი 51 დღეს და გარდაიცვალა ამ დღეს. ებრაული ტრადიცია გვასწავლის რომ ამ ტრადიციას აქვს ძალიან დიდი ხანი არსებობს ეს ტრადიცია. გასოს პეტრე რო ახსენებს სულთმოფენობის დღეს დავითის საფლავს რატო ახსენებს? მაგასაც იტყვით რატო ახსენებს პეტრე მაგას. აი პროცესი დაიმახსოვრე. რატოა? იმიტომ რომ უყურე ამ დღეს კიდევ რა ხდებოდა ისრაელში თუ გახსოვს. ებრაული ტრადიცია რას გვასწავლის კიდევ? 51 დღეს. რა დღესასწაული იყო ეს კიდევ? თორასთან მოძება ეს იყო, კიდევ რა იყო? ანუ პირველ ნაყოფები ის იყო
მაგრამ მეფეების ინაუგურაცია ხდებოდა 51 დღეს მეფეების ინაუგურაცია ხდება. საერთოდ ჩვენ მეფეებს საულზე არაა ეგა. საულზე არაა. მაგრამ მეფეების ინაუგურაცია ხდება და უყურე რა ხდება? გამოცხადების სიგნის მეოთხე მეხუთე თავში რა წერია აღწერილი თუ გახსოვს? გამოცხადება რომელი? მეოთხე მეხუთე თავი 24 ხუცესი 4 ქერუბიმი ეკლესიები იყო მიმართვა და არა მეოთხე თავი იყო ეკლესიების და ხილება ეკლესიებზე წავიდა წერილი ეკლესიები ჩვენ ვთქვით რომ ეს არის პერიოდები ბეჭდები რატო ბეჭდები რა იყო ეს ბეჭდები რას ნიშნავს ეს ბეჭდები რატო ვერავის არ შეეძლო ბეჭდების წიგნის აღება ანუ მონობიდან გამოსყიდავი შეიძლება ჩვენ ვთქვით რომ ეს რა წიგნია მე განგიმარტე შენ ადრე გამოცხადების წიგნს რო გასწავლდით ბედრატიმ როგორ გასწავლოთ რა ბეჭდები ესო რა წიგნიო ვალების წიგნიო ვალების წიგნიო ხო ანუ სადაც ეწერა ეს ხო იყო დაგრაგებული იყო და თქო გადაკეთე ბეჭდი დავა გადაკეთებისეო და მაგრამ მასე არ გამოვიდა რომ ვალი პრაქტიკულად ვალების წიგნი გამოვიდა ეს ორი შეხედულება არის მაგაში ისტორიციზმი ასავლის ორივე მაგალითად ბედრატი ამბობს ემხრობა იმას რომ სტეფანოვიჩის კომენტარს ემხრობა რომ სტეფანოვიჩი ამბობს და ახლოსა მაგი რომ ეს არის ვალისისა წიგნი მე ვახშე რომ იწევს ხოლმე ვალის ანუ როდის მოხდა ვალის მიწის გამოსყიდვა როდის მოხდა? მიწის დაკარგვა როდის მოხდა? ადამა როდის მიცა უფლება ეშმაკს? როცა უსმინდეს მაშინ. ხო. და როგორ ხდებოდა ისრაელში გამოსყიდვა? იომ კიპურზე ხდებოდა კაცორი. მიწის გამოსყიდვა. ვის ჰქონდა უფლება რომ მიწა დაკარგული რომელიც ვალში იყო? მე სავარაუდო. არა უყურე. ბოაზმა რატო გამოისყიდა რუთი? რატო ცოტა მოყვანა უნდა. ასე არა, ცოტა მოყვანა. კაი. უყურე რა ხდება? ისე შორესაც ადამიანი კარგავდა ქონებას. იმ ქონებას ის აბარებდა ყიდდა ის იქედა ამ გაყიდვას ექნებოდა ნასყიდობის. ეს როცა გამოხდა ხო? ხო, როცა მიწა იყიდებოდა, ნასყიდობა იწერებოდა. ხო და ამ მიწის დაბრუნება შეეძლო მის ნათესავს. მის ნათესავს. მაგრამ ის კონტრაქტი იყო ორი უნდა ყოფილიყო, ერთი მას შეებოდა და ერთი ვინც იყო. ეს იწერებოდა ზემოდან და ქვემოდან. დაწერილი ქონდა ზემოდანაც და ქვემოდანაც ამ იმას. დაწერას იყო. ნახე, რომ დაწერდნენ რომ მე ამას გადაკეთავდნენ, იბეჭდებოდა. ხო და მე ზემოდან არა, მასე არ იყო. არა, მასე არ იყო. ეს ხო გითხა ეს სტანკოვიჩის სტეპანოვიჩის განმარტება. მაგრამ მე უფრო ჟაკ დიუკანის განმარტება უფრო მომწონს, ის ებრაელია, მოროკული ებრაელია და იმას უფრო აქვს შეხება იმ პერიოდთან და უფრო იცის ეგა. ორივე ისტორიციზმის ისინი არის. მაგრამ ამაში ახლა არა დიდი სხვაობა. დიდი არაფერი არ იკარგება, იმიტომ რომ მაგაზე რომ დავიწყო დავა ახლა არ იქა ესეთი ეს სიგნიოდ ეს სიგნიო ზავარცე, მაგრამ აზრს გეუბნები. გამოსყიდვა მოხდა ადამიანის ცოდვისა, როცა პირველ მოიტანა სიკვდილი, მეორე ადამიანმა მოიტანა სიცოცხლე. გამოსყიდვა მოხდა ამის და ეს იყო ზუსტად ის წიგნი, რომელიც ვის ჰქონდა უფლება ამ შეხების, ამ გამოსყიდვის ნათესავს. ვინა ჩვენი ნათესავი? როგორა ჩვენი ნათესავი? აი შენ გალოცო სადიყავი ახამდე. ხო ამას გეუბნები, გაიგე? ესაა მთავარი და გამოცხადების მეოთხე მეხუთე თავში ჩვენ ხედავთ რას? ინაუგურაცია. ისე რა საინტერესოა. ის რაც სულთ მოფენობა მოხდა მოციქულებზე, ის პარალელი მოხდა ზეცაში. იესოს გამეფება, რასაც ქვია. გაიგე? ეს მოხდა.
და თესავის გარდა ხო და იოანემ ეს იხილა მეოთხე მეხუთე თავი გამოცხადების წინ და ეს იხილა ეს პროცესი იხილა რომ შენ ხარ ღირსი ახსნა ეს გარდა ამისა მეფეს ასაძლევდნენ ინაგურაციაზე რა იყო მისი მეფობის ისა ზეთი სკიბიდერი აი ეს თორა ჯული მეორე ჯულის მეჩვენე თავი ნახე აი ესა და როცა დაждდება თავი სამეფო ტახტზე წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე ჯულის ლევიანთან ბუდლისაგან ხონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე აი ეს ჯულის წიგნი გადაცემოდა მას ან მეორე ჯული უნდა არა მეორე ჯული ეს ქვია ასე თორა ჯული ხო გადაწერილს ქონდა მეორე ჯული თორა იმო თორა ჯულის გამეორება ხო უღური ახლა მეორე მეფეთა 11-ის მე-12 მუხლი იმ თორადან უნდა გადაწეროს რომელსაც მუდლები და ლევიანები იყენებდნენ ხო ის სამეფო მაგ რჯულს ისინი კითხულობდნენ სუქოთის კარგობის დღესასწაულზე კიდევ მაგაზე კიდევ მე-11 თავის მე-12 მუხლი გამოიყვანა იოხადაყმა მეფის ვაჟი და დადგა მას სამეფო გვირგვინი და მისა მოწმობა რა მოწმობა მისა გამოსვლის წიგნში რას უძახეს რა ეს ჯულის წიგნი რა არისო თქვენთვისო მოწმობაო მოწმობა რა არის მოწმობა ჯულის ეს წიგნი რა არისო თქვენს წინააღმდეგ იქნება მოწმობაო გაიგე ეს მოწმობა მაგ როგორ წერია ამ თარგმანში მაინტერესებს ბიჭო მეორე მეფეთა ეს ისა მესამე არ ჩემი ცოტა სხვანაირად ხო იგივე მოტივით არ დაამსხვრია მოსენ პირველი დაფები ხო მე-11 მე-12 ხო იგივე მოტივით არ დაამსხვრია მოსენ პირველი დაფები ოღონ შენ სიცოცხლეში არა. არ გავაკეთებ ამ დაში მე-4 მეფეთა მანდ შენ მეორე ხო მაშინ მე-4 მეფეთა შენ გაკ პირველი სამუელი მეორე ხო ესეთი მიდრაში მოვისმინე რომ დაამსხვრია იმიტომ რომ ერთ წინააღმდეგ მოსმობა არ ყოფილიყო მაგ წინააღმდეგ ეკი არის ეგეთი განმარტება მაგრამ მან დაამსხვრია იმიტომ რომ აზრი აღარ ქონდა ებრაელებმა დაარღვიეს ეგა ხო და უყურე მეფეს როცა 12 სასწავლეს წერილი ქონდა ის და გამოიყვანა მღვდელმა მეფის ძე დაადგინა სამეფო გვირგვინი და დასცა დასტური დასტური აქ მოწმობა წერია აი ივრითულშიც ეს წერია აი მოწმობა რომელიც არის რჯულზე მოქმედი რჯულის წიგნია რა ეს მოწმობა არის ის რომ ის არის ნამდვილი მეფე ანუ გვირგვინი სკიპიდერი და რჯულის ეს ის ქონდა მოწმობა რომელიც ეს ნიშნავს მეფობას ესა გამოცხადების წიგნის რომელიც აგვიხსენს იესო ქრისტეს გამეფება ზეცაში და სულთმოფენობის მესამე ასპექტი ეს არის ზუსტად ის რომ პირველ ნაყოფების დღესასწაულია ნაყოფების რომელიც არის ისა აბა ნახეთ ახლა გამოსვლის მეორე რჯულის გეტყვით ახლა მეორე ჯულის აი აქ მაქვს ჩაწერილი აღარ მახსოვს მუხლები ხედავ დაუბერდი ასაკმოიც ეს ხო მეორე ჯულის 26-ე თავის მეორე მე-11 მუხლის თუ წაიკითხავთ ვინმე კარგად მეორედან მე-11 და ხო 26-ე თავის მეორე მე-11 მუხლი აი ის ყოველი პირველ ნაყოფი რომელსაც მოისწვი ქვეყანაში რომელსაც უფალი შენი ღმერთი გაძლევს ჩაალაგე კალათაში და წადი იმ ადგილას რომელსაც ამოირჩევს უფალი შენი ღმერთი თავის სახლის იქ დასავანებლად მიდი მღვდელთან რომელიც იმჟამად იქნება და უთხარი ვაცხადებ დღეს უფლის შენი ღმერთის წინაშე რომ მე მოვედი იმ ქვეყანაში რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა ჩვენს მამებს გამოგართავს მღვდელი კალათას ხელიდან და დადგამს უფლის შენი ღმერთის საკურთხევლის წინ და განაცხადება იტყვი უფლის შენი ღმერთის წინაშე მოხეტიალე
მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი და ჩავიდა ეგვიპტეში და ხიზნობდა იქ მცირე რიცხოვანი ხალხით და გადაიქცა იქ დიდ ერად ძლიერ და მრავალრიცხოვანი. Სუდად გვეპყრობოდნენ ჩვენ ეგვიპტემდე და ჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს ვაკისრებდნენ. და შევღავათ უფალს ჩვენი მამების ღმერთს და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა და იხილა ჩვენი გაჭირვება, ჩვენი ჯაფა და ჩვენი ჩაგვრა. და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით, დიდი საშინელებით და ნიშნებით და სასწაულებით. და მოგვიყვანა ჩვენ ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი და ახლა კი აჰა მოვიტანე პირველი მოწეული ნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო. და დადგი იგი უფლის შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს შენს ღმერთს. და გაიხარე ლევიანთან და ხიზანთან ერთად, რომელიც შენს წიაღშია. Всё. მანდა. უყურე. არცი ხო გაიგე მაგდალოცვის რატო ამბობდა? ანუ ღმერთო შენო მე ვიყავი ეგვიპტეში მონობაშიო, არამიელი მოხეტიალე ვიყავიო, მაგრამ შენმა პირობამ, რომელიც შენ მომეციო, ის ყველაფერი ასულდა. მაგრამ პარალელები ახლა პეტრეს ქადაგებასთან უყურე. საქმე მოციქულთა 2:22-35 დაიმახსოვრეთ ეგვიპტის მონობიდან ებრაელები დაიხსნა პასექის დღესასწაულმა. ისრაელის კაცო ისმინეთ ეს სიტყვები იესო ნაზარეველი კაცი ღვთისაგან თქვენთვის დამოწმებული ძალით, სასწაულებით, ნიშნებით გამოგიყვანეთო. უყურე ძალით, სასწაულებით და ნიშნებით ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის როგორც თვითონვე იცით იგი ღვთის შანაფიქრი და წინასწარ სოდით გადმოგეცა თქვენ კი ურჯულოთა ხელი ჯვარს აცვით და მოკარეთ მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის მორკილები რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილის დაეკავებინა იგი ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავ უფალს რადგან ის ჩემს მარჯვნივაა რომ არ შეგვდე ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა ჩემი სხეულის კი იმედში განისვენებს რადგან არ მიმატოვებ მტართა სამყოფელში და ხსინლებას არ იხილავს შენ წმინდას შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა სადაც სიხარულით მავსებს შენს თანდასრებაში კაცნოზმანო პირდაპირ უნდა გითხრათ მამა მთავარი დავითზე რომ ის გარდაიცვალა და დაიგზალა და მის სამარხი ჩვენ შორისაა ამ დღემდე მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა რომ ღმერთმა შეჰფიცა მისი საზარდულის ნაყოფის დაესვა მის ტახტზე მის წინასწარ ხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე რომ არ იქნებოდა მიტოვებული მტართა სამყოფელობაში და მისი ხორცი არ იხილავდა ხსას ეს იესო აღადგინა ღმერთმა რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი ამგვარად ამაღდა იგი ღმერთის მარჯვნივ მამისგან სულიწმინდის აღთქმა მიიღო და მოხფინა იგი რასაც თქვენც ხედავ და ისმენთ რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად თვითონვე ამბობს უთხრა უფალმა ჩემს უფალს დაჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრე დავამხობ ჩემს მტრებს ფეხთა სადგომ ანუ შინაარს ხედავ პეტრე იგივე დალოცავს იმეორებს რასაც ისინი ებრაელი ამბობდა რომელსაც ნაყოფი ანუ რაც ღმერთმა დამპირდაო ყველაფერი ასრულდაო იგივე სიტყვებს იმეორებს იგივე ლოცვა ეგ პეტრეს ქადაგება ეს ხომელეტიკურად გეუნები ახლა ეს არ გეგონოთ რომ გინდა სიტყვით რომ ესე იყოს მაგრამ პარალელები იდეა არის ამაში რომ პირველ საქმეების რომელი თავი წაიკითხე მეორე თავის 22 მუხლიდან 22-35 მუხლის შაფი და უყურე ახლა რამდენი ნაყოფი მოქონდათ 7 ნაყოფი მოქონდათ სულ ეს იყო ფინიკი ლეღვისხე ყურძენი ქერი პური და რა თქვიდო არ შემეშალოს თორე არ დაპატი ქერი ყურძენ ლეღვით ბროწეული ზეთის ხილი ფინიკი და ხო ბროწეული ეს იყო ეს ნაყოფები მიქონდა ახლა ყველა ამ ნაყოფების განმარტებას არ მინდა მე ვილაპარაკე მაგით ცალკე ვიდეო მაქვს დაგეგმილი უნდა გავაკეთოთ ცალკე ის როგორა
სულის ნაყოფებთან დაკავშირებით, ხოლო სულის ნაყოფია 9 ნაყოფი, რომელიც გვაქვს. ხოიცი, ნიჭი არა. თავშეკავება ეს არის პირდაპირ ამ ნაყოფებთან დაკავშირებული. თითოეული ნაყოფი სიმბოლიზებს იმ ნაყოფს, რომელსაც პავლე ამბობს გალატათა წერილებში. ხვდები? ანუ ეს ამაზე მე გავაკეთებ, იმიტომ რომ ამაზე არ ვერ მოვასწარი უფროსურად და ის მინდა ცალკე ვიდეო გავაკეთებ იმაზე ცალკე იმას ვიღებ. სულის ნაყოფის საკითხი საუბარი. ხო, მაგრამ ვიდეოს სახით. გამოგიგზავნიან ბიჭები გამოგიგზავნიან. ან ჩავაგდებ ჯგუფში. ხო, ნუ ეს უკვე პრაქტიკული მხარეა. მე ახლა პრაქტიკულ მხარეს არ ვამბობ, მე უბრალოდ ისტორიას ვხვდები, რა პარალელებია სულთმოფენომი, რომ ხვალე სულთმოფენობას აღნიშნავს ისა რა ქვია, ქრისტიანული სამყარო. მე უკვე აღვნიშნე მე ებრაელმა ერთი კვირის უკან მქონდა ჩემი ის ნამდვილი ბიბლიური სულთმოფენობა ერთი კვირის უკან იყო და ეს ამათი მოგონილი წესები იგენი ესე მაგათი კი მაგრამ რა შეკითხვა ჩემი ქორწინება რა პერიოდისთვის კეთდებოდა ოდითგან ვერ მეხუთი მე ხდიდან როდესაც უკვე მამა გადაწყვეტავდა ბიჭს ეუბნებოდა რომ მზად ხარ პერიოდს კი უნდა წელიწადის რომელ თვეებში ძირითადად შემოდგომამდე შემოდგომას ესე იგი ჩვენებურად რომ ახსნათ სექტემბერში სექტემბერ-ოქტომბერი იყო ყველაზე კარგი და გაზაფხული მინიშნება არის ესეთი რომ არა ბიბლიაში წაკითხული მაქვს რომ ქორწინი ხდებოდა მაშინ როდესაც ხუძენი იკრიფებოდა და იწურებოდა ხო შემოდგომაზე ხო იმიტომ რომ მაგ დროს იყო ყოველას მოსავალი აღებული ქონდა ყოველას ის ქონდა და ასე თუ ისე ქონდათ ისა ეკონომიკური გასახანი ხო ეკონომიკური გასახანი ხო ეს შეკითხვა იცი მე მაინტერესებს ყველა ვინო აი ნახსენები და ვინოს სვავდნენ და ვინოს სვავდნენ ეს როგორ იყო წურავდნენ და სავსე სვავდნენ ხერიკაცის ყველაზე მთავარი კითხვაა მან როგორ აიცი ახლა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სულ ახაც ნახეს რაღაც 10-15 წელია გასული მაგ აღმოჩენებიდან ღვინის ჯემი ხო იცი რა ისე მიიყავდათ ადუღებდნენ რომ ესე ინახავდნენ ტიკებში მათ ქვევრი არ იყო ვერ შეინახავდნენ პავლოსავით არჩენებას პავლოსავით ინახავდნენ და მე უკვე დროთა განმავლობაში როცა ქორწილი იყო ან რამე წყალში აზავებდნენ და ხდებოდა ღვინო ესეთი ღვინო ქონდა ხო ახელებს სახელწოდება ერთი და იგივეა, მაგრამ რაღაც სხვადასხვა აღმოჩნდა. ხო, სხვადასხვა, მაგრამ ალკოგოლიანი ღვინო, გრადუსიანი ღვინო ქონდათ ქორწილებში მაგას ვამბობ. ხო, ქორწილებში მაგას ვამბობ. ისრაელში ქორწილის ყველაწვენი ღვინოთ იწვევოდა. ხო, ყველა ღვინოს უძახიან. ქორწილის ყველაწვენი ღვინოთ იწვევოდა. როცა ისო იმათ აქცევს აფრია. ხო, კანაში. ხო. მაშინ აზელის ლაპარაკი. მაშინ ღვინოზე არ მიდის ლაპარაკი. წვენზე მიდის ლაპარაკი. მაგას გეუბნები, კითხვის ნიშანი აქ არის. კითხვის ნიშანი აქ არის. მე განსხვავება არის იმაში, რომ იესო ქრისტესთან ჩვენ დავლებთ ახალ ღვინოს, რომელიც არ ათრობს. ანუ მავნებლობა არ მოაქვს. გონებას არ გიბინდავს. აგრესიული არ ხდები და ღვიძლზე არ გითხავს. აი ესა. მივახციე მაგზომას. так, ხალხო, მოდი შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი, ესე იგი სამი ასპექტი ვილაპარაკეთ ამ დღესასწაულს, რომელიც არის სულთმოფენობის დღესასწაული, რომელსაც ქვია 50-მეათე დღე, პენტეკოსტალური, ებრაულად ამას ქვია შავუოთი, აგრეთვე ქვია მატან თორა, თორის ბოძების, ანუ მატან თვითონ არის ბოძები, საჩუქარს ქვია. აქედან სახელი მათე წამოსული. იროდვად მატათიაჰუ ასია. მათას ქვია მათიაჰუ, ხო. მატათიაჰუსაც უძახიან, მათიაჰუ ქვია ესა. ებრაულად ასე. ეშაიაჰუ, ესკილეჰუ, ისინა? ეზეკიელი.
ირმიაჰუ იოანეს იოხანანი ჩემში უსქვია. ხო, მოდა ანუ ეს არის ეს დღესასწაული მოიცავს ძალიან ბევრ სიმბოლოს და ძალიან ბევრ დატვირთვა აქვს ამას. ახლა მე ეს თემა არის 72 საათიანი თემაა ესა, გაგვეთილი. იქ მე მაქვს ეს ყველაფერი თითო დეტალები ჩამოწელი რა როგორაა. ეს მარტო ერთი დღესასწაული რასაც ქვია. ხოდა დავით სამომავლოდ კი ვფიქრობ მაგაზე საუფრო დღესასწაულების წიგნი დავწერო მაგაზე როგორაა კავშირში ყველაფერი. ნახოთ თუ მერტინებებს. ახლა დროის ამბავი, ახლა ჯერ სხვა რამეზე ვმუშაობთ. ხოდა ნახოთ თუ როგორი ღმერთინებებს მე ალბათ დავწერ ამ საუფრო დღესასწაულებზე რა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს, ყველა დეტალს. რომ ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს ყველას ერთ-ერთად. ერთ-ერთად იქცა ისრაელის ერთ-ერთად იქცა ეგვიპტიდან გამოსული წარმართიც და მკვიდრი ებრაელიც. მან აქცია ორი ერთად პავლე რო ამბობს ეფესეთა წერილებში, მან აქცია ორი ერთად, ეს მოხდა ამ დღესასწაულზე. იმიტომ რომ და მაგას მეუბნება, რატომ მიცა ნიშანი პეტრემ რო გაიგო კორნელიოსის სახში, ენა. ეს იყო პეტრესათვის ნიშანი. რომ სული ამაზეც გადმოვიდა. მაგრამ პრინციპში კორნელიოსზე უკვე იყო სული გადმოსული, მაგრამ პეტრე ვერ მივიდა მაგ გამოცხადებამდე რო ითქვია. მოციქულები ვერ მივიდნენ ჯერ მაგიმონ, მაგრამ კორნელიოსი უკვე ღმერთს მზად ყავდა, ეგ ჭურჭელი. აიგე? ხო, ეგ მომენტი რომ უფლის მოშიში იყო. მან ბექგრაუნდი აქვს. მოციქულთა საქმეებში ხო, კიდე მეორე ეს არის ქორწინება, ქორწინების მეორე ასპექტი, რომელსაც იდობა კონტრაქტი, რასაც ქვია, კონტრაქტი და წესი, ძველად ნებისმიერ ქორწინება იყო აღთქმა, ანუ ხელშეკრულება, ის იყო კონტრაქტი. იდებოდა ორ მხარეს შორის. ეს არის, მაგრამ ეს არის არასრულყოფილი, სრულყოფილი არის ის, როდესაც ის მოვა ქორწილი, რასაც ქვია, ზეიმი, რასაც ქვია და ეს თქვით ინტიმი, როცა ხდება მერეა იწება ისა ხო, ნუ იცი ეგა. ნუ ეს ასია. და მესამე ეს არის პირველი ნაყოფობის დღესასწაული, პირველი ნაყოფი ჩვენ ვთქვით რომ ეს არის ის 7 ნაყოფი, რომელიც მოკვდათ ებრაელებს. პავლე უწოდებს იესო ქრისტეს, რომ პირველი ნაყოფი არის იესო ქრისტე მტართაგანი და პირველი ნაყოფი იყო ვინ? პირველი ეკლესია. მოციქულები იყო პირველი ნაყოფები, სულ ყველა ვინც ის იყო, იმიტომ რომ ისინი იყვნენ თავდაბლები, ერთიანობა ჰქონდათ და ის რაც სულის ნაყოფების ამბობს პავლე მოციქული გალატა წელებში, ყველაფერი ის ჰქონდათ მოციქულებში ჩვენ ვხედავთ ამას. პირველი ნაყოფით მე მთელი დანარჩენი ნაყოფი და ისრაელი იკურთხებოდა. თავისთავად, ხო, იმიტომ რომ ეს მოქონდათ, ეს იყო ისა და რატომ მოქონდათ? ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს დამავიწყეს, გამომჩა რომ ეს პირველი ნაყოფი მოქონდა და ეს ამტკიცებდა ამით, რომ ღმერთო შენ რაც მე დამპირდი ასულდა. მაგრამ რატო ასულდა, იცი? ის კონსტიტუცია რაც მომეცი, იმას ვიცავდი. იმას თუ არ იცავდა, შენ არ გექნებოდა ხელი მომართებული და ვერ მიხვიდოდი შავოძე და ვერაფერს ვერ იტყოდი. ღმერთს. გაიგე? მაგრამ დღეს როგორი ხალხია ეს წამოსული? რამე უბედურება რო ემართებათ ღმერთო რატო დავაშავე ისი ღირსიო და იმას არ უგვირდებიან რომ ეს კონსტიტუცია აღთქმა, საქორწილო აღთქმა ახალახსნის ეკლესიასაც აქვს. ჩვენ კონტრაქტის ქვეშ ვართ. კი, უკვე არ ვიციან პირობები. ეგ მოიცოდნენ მაგას არ იყვნენ. ბიბლია ბევრს აქვს წაკითხული, მაგრამ ეხლა მე მაგალითად დიდი მადლობა უნდა მოგიხადო შენ, რომ ეხლა ჩემთვის იყო იმხელა ხატაგება ეს რომ მე მადლობას მოგიხადო. მადლობა, რაიხარ. იცი რა არის, ეს არის აი ძიდი ასპექტია ადამიანისთვის, რომ ეს გაითავისოს. ეხლა აი ქორწილი, მართლა აი ქორწილი რომ აღვიქვათ რეალობაში. დავით. ეხლა შენ რასაც იძახი